განვიხილეთ რეგიონული სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხები. ცნობილია, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი უკვე არსებობს და მზადაა ხელმოსაწერად. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას შევძლებთ. ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში. მივესალმებით ორმხრივი და სამმხრივი პლატფორმის შექმნის ინიციატივას. განვიხილეთ საერთაშორისო, ტერიტორიული და გლობალური საკითხებიც. სურს გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსა და სომხეთის ურთიერთსასარგებლო ძმობისა და თანამშრომლობის გაგრძელების კუთხით. ჩემ კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ სოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორისი კავშირების გაღრმავებას. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. ვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი.